ამერიკაში არ მოხდება. ეს ამერიკაში არასდროს დროს მოხდება. ძვირფასო, როგორ ფიქრობ, რა ეგონათ გაერთიანებული სამეფოს ხალხს, რომ მათი ქვეყანა ისლამისტები დაიპყრობდნენ, რომლებიც მათი რაიონების ახალგაზრდა გოგონებს სექსუალურად ექსპლუატაციას უწევდნენ? ფიქრობდი, რომ ისლამიზაცია პირდაპირ გვირგვინს დაეუფლებოდა? ეგ გეგონა, რომ გაერთიანებული სამეფო ამას ელოდა. და ფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გაერთიანებულმა სამეფომ უბრალოდ დაუშვა ამდენი მიგრანტის უკანონოდ შემოსვლა და მათი რელიგიური რწმენების შემოტანა, რომლებიც სრულიად არ შეესაბამება გაერთიანებული სამეფოს სისტემას და ბრიტანულ წესებს. ფიქრობ, რომ ეგონათ, მათი ქვეყანა ასე დაიპყრობოდა? არა, არ ეგონათ. აი სიახლე. ისინი ამას არ ელოდნენ. და სწორედ ამიტომ ამერიკელებო, ავსტრალიელებო, ახალზელანდიელებო, აფრიკელებო და ევროპის სხვა ქვეყნებიდან უნდა შეხედოთ რა ხდება გაერთიანებულ სამეფოში, რომ მიხვდეთ, ეს თქვენს შეიძლება შეგემთხვათ. მინდა ვთქვა, რომ ვაჭარბებ, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი სიტყვა, არც ერთი ნაწილი აქ არ არის გადაჭარბებული. გაერთიანებული სამეფოს ქალაქები სისტემური გეგმით აქვთ დაკავებული. და თუ არ გსურთ, რომ თქვენი ქალაქიც იგივე სისტემური გეგმით დაიკავონ, უყურეთ და ისწავლეთ გაერთიანებული სამეფოს შეცდომებიდან. და იქნებ ერთ დღეს მოხვიდეთ და მადლობა გადამიხადოთ. მზად ხართ? არა, არ ხართ. მოგესალმებით Pushback-ში. მე მეირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რომ ამ ვიდეოს პოპულარიზაცია გავუკეთოთ და ხალხმა გაიგოს, რადგან ჩვენ გუპირისპირდებით, რადგან საკმარისია და გჯერა, რომ დასავლეთი უნდა იყოს დაცული. და თუ თქვენც ფიქრობთ, რომ დასავლეთი უნდა იყოს დაცული, შემოგვიერთდით. თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. კარგი მეგობრებო, მოემზადეთ. ეს ცოტა ემოციურად მძაფრი ხდება. ლონდონის ნაწილი, რომელიც აღარ იცნობა. თქვენ გაოცებული დარჩებით. დასავლეთის ისლამიზაცია რეალურია. მეორე მხრივ, გვაქვს ჩვენი ტოლერანტობა და სიტყვის თავისუფლება, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. არ ვაპირებთ თითოეულ სინგაუსრო, იესო, ბინძურო, ნაგავო, პალესტინა ჩვენთანა. არა. ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ. დასავლეთი ძალიან ტოლერანტული ადგილია. და ისლამისტები ამას კარგად ხვდებიან და ჩვენს თავისუფლებებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. კარგი ბიჭებო, ჩვენ აქ ვართ პაკისტანის გაერთიანებულ სამეფოში. ვინც არიცით, ეს არის Rebel News-ი, Cam Higby-სთან და Steven-თან ერთად Wishegard 24-გან, რომელთანაც ამ ეტაპზე ყველანი ძალიან კარგად უნდა იყოთ გაცნობილი, რადგან ისინი საოცარ საქმეს აკეთებენ და ავლენენ ყველაფერს, რაც ევროპაში ხდება. და Cam Higby თავადაც შესანიშნავი ჟურნალისტია, რომელიც მიდის ასეთ ადგილებში, რათა გვაჩვენოს სიმართლე, რაც ხდება და არა ის ტყუილები, რასაც მედია ცდილობს ჩვენთვის გაავრცელოს. ეხლა ეს ხდება გაერთიანებული სამეფოს ყველა ქალაქში. არა მეგობრებო, ეს არ ხდება ყველა ქალაქში, მაგრამ საკმარისად ბევრ ქალაქში ხდება იმისთვის, რომ ძალიან შეშფოთებულები იყოთ. და თუ არ ჯერათ, უბრალოდ გააგრძელეთ ყურება. მართლა? მე ვარ uncivilized. ბოლო დროს ლონდონში ინგლისში ვიმოგზაურე, რათა გავაშუქო მასშტაბური აქცია გაერთიანეთ სამეფო, რომელიც ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული. მან ადრე გამგზავნეს, რადგან კეირ სტარმერმა უცხოელი აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების აკრძალვა დაიწყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ ეთანხმებიან მას, როგორც კარგი კომუნისტი. და ამას ისე ვიხილავთ შაბათს. მსვლელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ მრავალფეროვანი ქალაქისა და ქვეყნის დაშინებასა და დაპირისპირებას. ვინც არიცით, ეს კეირ სტარმერია. სამწუხაროდ, თუ გაგიმართლათ და იცით, ვინ არის, ეს ის კაცია, რომელიც მარტო ანგრევს გაერთიანებულ სამეფოს. თუმცა, არა მარტო. მას ჰყავდა ბევრი წინამორბედი, რომლებმაც იგივე მარტივი საქმეები შეძლეს, მაგრამ ის ანგრევს გაერთიანებულ სამეფოს. და მან დაასკვნა, რომ იმის ნაცვლად, რომ აღიაროს თავისი შეცდომები და ან გადადგეს, ან სცადოს მათი შეცვლა და გამოსწორება, უბრალოდ გააჩუმებს ყველას, ვინც გაბედავს თქვას. კეირ სტარმერ, მგონია, რომ შენთან რაღაც პრობლემებია. პირდაპირ ყველა, ვინც ცდილობს რაიმეს თქმას, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული ჟურნალისტებიც. მათთვის, ვინც არ იცოდა, Rebel News-ი, ეს იყო ავი ამინი, ეს იყო ეზრა. ესენი იყვნენ კონკრეტული ადამიანები. ესენი არიან აქტივისტები, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ქუჩაში გასვლა და პირდაპირ ადამიანების ინტერვიუირება, იმის გაზიარება, რაც ხდება. შეიძლება ამბობენ, რომ მათთვის რემიგრაცია კარგი იდეაა, იმ ადამიანების გაძევება, ვინც იქ არიან. პატარა გოგონების გარკვნა უნდა იყოს ისეთი რამ, რასაც ცივილიზაცია არასდროს უნდა აკეთებდეს, ისე როგორც ჯანმრთელი საზოგადოება პედოფილებს ციხეში სვამს. იქნებ უნდა გააძევოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ქვეყანას ანგრევენ. როგორც არ უნდა იყოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ კაცმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ტომი რობინსონის უზარმაზარი პროტესტის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, იყო უბრალოდ ეთქვა ხალხისთვის, რომ არ შეიძლებოდა მოსვლა.
ეს იყო მისი გადაწყვეტა. არ მოусმინა მათ და არ თქვა, რომ შეიძლება აზრი ქონდეთ. არამედ უბრალოდ თქვა: არა, თქვენ აკრძალულები ხართ. აი რატო დაბლოკავს ეს ლეიბორისტული მთავრობა უკიდურესად მემარჯვენე აგიტატორებს ბრიტანეთში ამ ღონისძიებაზე ჩასვლას? ადგილზე. ჩემი მიზანი მარტივი იყო. დავაფიქსირო მასობრივი იმიგრაციის შედეგები და ის თუ როგორ შეიცვალა ლონდონის ზოგიერთი რაიონი. ზოგ შემთხვევაში ამოსაცნობადაც კი აღარ არის. ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთში ვნახე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. არსებობს აშკარა გეტოიზაცია და ეს ნიშნავს, რომ ინტეგრაცია ჩავარდა. უბრალოდ შეგახსენებთ ყველას, ვინც ამბობს, რომ თანაგრძნობას გრძნობთ, რასისტი არ ხართ და არ გჯერათ, რომ მთელი რელიგიის აკრძალვა სწორია. საქმე რელიგიის აკრძალვაში არ არის. საუბარია იმ პოლიტიკური მოძრაობის აკრძალვაზე, რომელსაც საერთოდ არ სჯერა საზოგადოებაში ინტეგრაციის. თუ გსურთ შემოხვიდეთ თქვენი რელიგიით და თქვათ, მომეცით საშუალება ჩემი რელიგიური წესები შევასრულო, მაგრამ ასევე მინდა ინგლისური ვისწავლო, მინდა თქვენი საზოგადოების ნაწილი ვიყო, რადგან ვფიქრობ, რომ თქვენი საზოგადოება შესანიშნავია და მინდა გავაუმჯობესო და ავაშენო ის, მაშინ შესანიშნავია. შემოდით თქვენი რელიგიით. თუმცა თუ შემოდიხართ და ამბობთ, რომ გააქვთ ეს რელიგიური რწმენა, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკური რწმენაა, რომელიც რელიგიურადაა შენიღბული, რათა თავით ცუდად გაგრძნობინოთ იმის გამო, რომ ჩემს ქმედებებზე რამეს ამბობთ და საერთოდ არ მაინტერესებს საზოგადოებაში ინტეგრაცია. სინამდვილეში არამხოლოდ არ მინდა ინტეგრაცია თქვენ საზოგადოებაში, არამედ მინდა თქვენი საზოგადოება შევცვალო და თქვენ უფრო ჩემსავით გაგხადოთ. აი მაშინ იწყება პატარა პრობლემა, მეგობრებო, სულ პატარა, უმნიშვნელო საკითხი. უნდა მიიღოთ ეს. ხომ გასაგებია? რა ქვია? მანგალი. ფრანგი ხარ? არა, ბენგალიელი. French? მხოლოდ ბენგალიელი. ბენგალიელი. ყველაზე სწრაფი. ეხლა მინდა შეგახსენოთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, რომ ეს კლავაც არაფერ შუაში არ წმენის სისტემასთან, რომელიც გეუბნებათ დაახლოებით ასეთ რამეს. ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, ეს ხდება საფრანგეთში, ეს ხდება ესპანეთში, ეს ხდება იტალიაში, ეს ხდება გერმანიაში, ეს თითქმის ყველგან ხდება პოლონეთის გარდა. ეს უზარმაზარი პრობლემაა. ეს რასიზმთან არაფერ შუაშია. ეს ეხება იმ ადამიანების შეჩერებას, რომლებიც ძირითადად ცდილობენ თქვან, შეწყვიტეთ ყველანაირი ინტეგრაცია და ამის ნაცვლად ეს ადამიანები ჩვენს რელიგიაზე გადავიყვანოთ. რატომ არ მაქვს პრობლემა მაგალითად უყურო ამიშების საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს რომელიმე ქვეყანაში? ან ებრაულ ცივილიზაციას, რომელიც შეიძლება ძალიან გავდეს ამას. ისინი შეიძლება ძალიან ებრაულად, ან ძალიან ამიშურად გამოიყურებოდნენ. თუ ისინი არ არიან დაინტერესებულნი სხვა ადამიანების თავიანთ ფსოფმხედველობაში ასიმილაციით და რაც მთავარია, თუ ისინი დაინტერესებულნი არიან ვინმეს ინგლისურ კულტურაში ასიმილაციით, წვლილით და მონაწილეობით, მაშინ შესანიშნავია. გქონდეთ ყველა რელიგიური თავისუფლება მსოფლიოში, მაგრამ თუ არ აპირებთ ასიმილაციას არანაირად, მაშინ ჩემთვის ეს პრობლემაა. სანამ ამ ვიდეოს გავაგრძელებთ, რომელიც ნამდვილად საინტერესო და მშვენიერია, მოგლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. მითხარი, რომ ჯერ კიდევ არ იღებ კალციუმის დანამატებს, ხომ ასეა? იმიტომ რომ იცი ალბათ ეს არ გეხმარება. განსაკუთრებით თუ შენს ორგანიზმში საკმარისი კოლაგენი არ გაქვს. კოლაგენი, ალბათ იკითხავ. დიახ, მეც გამიკვირდა, რადგან მეც შენს მდგომარეობაში ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ 30 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი წელიწადში 1-2%-ით ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს. წლებია სახსრებთან პრობლემები მაქვს. ყველა დანამატი ვცადე და შემდეგ აღმოაჩინე native path-ის ბალახით ნაკვები საქონლის კოლაგენი და ყველაფერი შეიცვალა, რადგან ეს არის ნამდვილი საიდუმლო, რომ შევინარჩუნოთ კანი მტკიცედ, ძვლები ძლიერად და სახსრები ჯანმრთელად. და ეს არ არის უსიამოვნო, რადგან სრულად იხსნება წყალში ან ყავაში. ათასობით მომხმარებელმა ზუსტად იგივე გამოცდილება აღწერა, რაც მე მქონდა. უკეთესი კანი, უკეთესი ძილი, ნაკლები ტკივილი. გაუმჯობესეთ თქვენი ცხოვრება და მხარი დაუჭირეთ გადაცემას, რადგან იმედი მაქვს, რომ native path-ი გახდება ჩვენი სპონსორი. ჩვენი სპეციალური პაკეტის შეთავაზებით და უფასო მიწოდებით შედით მისამართზე getnativepath.com/mira. ეს არის getnativepath.com/meira. სადეთ, რისკის სადეთ. რისკის გარეშე 365 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით. სპონსორობა ამ არხს შესაძლებელს ხდის. ძალიან მადლიერები ვართ ყველა თქვენგანის, ვინც უყურეთ. მოდით სწრაფად დაუბრუნდეთ ყველაფერს, რაც ამ გიჟურ ეპიზოდში ხდება. და უაიჩჩაპელში სტივენ თომპსონთან ერთად, რომელიც არის ვიშეგრად 24-ის დამფუძნებელი და კემ ჰიგბისთან, რომელიც არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეერთებული შტატებიდან. აღმოსავლეთ ლონდონი სტერეოტიპულად თეთრი მუშათა კლასის რაიონი იყო. ამას არქიტექტურაშიც ხედავთ. ახლა ჩვენ ცენტრალურ ლონდონში ვართ.
აქ ხედავთ ბევრად უფრო შთამბეჭდავ, ბევრად უკეთეს არქიტექტურას, ბევრად მაღალ საცხოვრებელ სახლებს. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ლონდონში არ არსებობს. აღმოსავლეთ ლონდონი სავსეა მუშათა კლასის საცხოვრებლებით. და შემდეგ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ებრაელების ნაკადი შემოვიდა. და შემდეგ 50-იანი წლებიდან ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მრავალკულტურული და მრავალფეროვანი უბანი ლონდონში, განსაკუთრებით ბენგალელები. ბენგალელები ყველაზე დიდი უმცირესობა არიან. მე მჯერა რომ ბოლო აღწერის მიხედვით ისინი მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ. ბენგალელები ძირითადად მუსლიმები არიან. ყოველკუთხეში მეჩეთებია. და ასევე რა თქმა უნდა, ახლოს არის უზარმაზარი სიმდიდრე, რადგან ლონდონის სიტი და კენარი ვორფი იქრეა. ასე რომ ერთი მხრივ გვაქვს თვითდაწესებული გეტოიზაცია, სადაც სულ უფრო დომინანტური მუსლიმური ყოფნაა, სულ უფრო ისლამიზებული რაიონი და უბანი, რაც ასახულია ქალაქის საბჭოშიც, იქ არც ერთი თეთრი ინგლისელი არ არის. ეს სიგიჟეა. არც ერთი თეთრი ადამიანი. არც ერთი. არც ერთი. კოჩახამქალს. თმა არ აქვს დაფარული. რა იშვიათია. რომელიც ამჟამად არის საბჭოს წევრი Tower Hamlets-იდან. ახლად არჩეული, ხელახლა არჩეული ლორდ მერი, ადრე კორუფციაში ომსჯავრდებული და 10 წლით აეკრძალა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. ეს აკრძალვა დასრულდა და ის ახლახან ხელახლა აირჩიეს ლორდ მერად. ის ასევე ბენგალელია. მეტობა ადგილობრივი საბჭოს წევრების ბენგალელია, მაგრამ არის დიდი ირონია, რომ როცა უყურებ, შეგიძლია დაინახო ვოკი-ტოკის შენობა, შეგიძლია დაინახო გერკინი, შეგიძლია დაინახო ეს ყველა ცათამჯენი. ასე რომ არის ეს დიქოტომია უკიდურეს სიღარიბესა და გეტოიზაციას შორის, რაც დიდ ნაწილსა და დიდ ტერიტორიას მოიცავს უაიჩეპელში, იმდენად რომ უაიჩეპელის სადგურის სახელი ინგლისურად აწერია, მის გვერდით კი ბენგალიურად. საინტერესო ფაქტი. ერთ დროს მეგონა რომ ეს არაბული იყო. მას შემდეგ ამის შესახებ ძალიან ბევრი ვისწავლე. მეგობრებო, აი საინტერესო რამ, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ხედავთ, ისინი არ ცდილობენ ამ ადგილას შემოსვლას, ხომ ასეა? სწორედ იქ არ მიდიან ისინი. ისინი მიდიან მის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე, რომ გაიზარდონ და თან შეიჭრან. პირადად მე არანაირი პრობლემა არ მექნებოდა ბენგალელები რომ ცხოვრობდნენ რომელიმე კონკრეტულ უბანში. საკითხი ისაა, საერთოდ ცდილობენ ისინი ინტეგრაციას დიდ ბრიტანეთში. ცდილობენ ისინი გახდნენ ბრიტანეთის მოქალაქეები და საზოგადოების აქტიური წევრები. თუ ისინი ცდილობენ რაღაც სხვას. როცა გზის გადაღმა იყურები, როცა გზას ჩაყვები თვალით, შეგიძლია დაინახო ეს უზარმაზარი ცათამჯენები და ლონდონის უზარმაზარი ფინანსური სიმდიდრე. კარგი ბიჭებო, ჩვენ აქ ვართ პაკისტანის გაერთიანებულ სამეფოში. თურამეა თეა, თურამეა კოლონიზაცია, ეს არის. შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენი წასახემსებებელი იატაკიდან აიღოთ თუ გინდათ. აქ ბევრი ლამაზი პაკისტანური ქსოვილია. გვაქვს საბავშვო სათამაშოები. ჩვენ წავედით Tower Hamlets-ში და ვგულისხმობ ეს მესამე სამყაროს სკავდა, ბაზრები გზის შუაში. იქ იყო ლამაზი ძველი ინგლისური შენობები, როგორც ეს, და პირდაპირ მათ წინ ნაგავს საკრალიwith რაღაც. მაგრამ ეს ბაზარივითაა და ყიდიან ყალბ ლუი ვიტონის ჩანტებს და ყიდიან გუჩის ჩანტებს. ამჟამად გაერთიანებული სამეფო ჯერ კიდევ რა თქმა უნდა უმეტესად თეთრკანიანთა ქვეყანაა. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, რომ 2065 წლისთვის თეთრი ბრიტანელები უმცირესობაში იქნებიან. მაგრამ თუ millennials, Gen Z-სა და Gen Alpha-ს შეხედავთ, დაინახავთ იმ პირამიდას, სადაც თეთრი ბრიტანელები სულ უფრო მცირე წილში ადგენენ millennials-ში, კიდევ უფრო მცირე წილს Gen Z-ში და კიდევ უფრო მცირე წილს Gen Alpha-ში, ვიდრე წინათაობებში. ასე რომ შეიძლება ახლა გაერთიანებული სამეფო 82% თეთრი ბრიტანელი იყოს, როგორც წინადადებაში იყო ნათქვამი. მაგრამ ეს არ ეხება Gen Alpha-ს, რომელიც ნამდვილად არ არის 82% თეთრი ბრიტანელი. ყველაფერი იცვლება და ძალიან სწრაფად იცვლება. ამას ბირმინგემში ხედავთ, ასევე ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბრედფორდი და ლუტონი. დაახლოებით 11 ქალაქი და დასახლება გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად უმცირესობაშია თეთრი ბრიტანელების მხრივ, ხოლო დედაქალაქი ლონდონი ამჟამად მხოლოდ 1/3 თეთრი ბრიტანელია. და რადგან ის სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინგლისური ხდება, ინგლისელები ტოვებენ ამ ადგილებს. აქ არის ეგრეთ წოდებული თეთრი მოსახლეობის გადინების ელემენტი. გაითვალისწინეთ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იმასთან, რომ ბევრმა ადამიანმა ჩამოვიდეს ქვეყანაში და მრავალკულტურიანობა დაამატოს. თუმცა ჩვენ პირადად არ ვფიქრობთ, რომ ეს ეფექტურად მუშაობს. ამერიკა აშენდა იმიგრანტებისგან, რომლებიც სხვადასხვა ფერის, ადგილებისა და წარმოშობის იყვნენ. და ეს შესანიშნავი იყო, რადგან ყველას ერთი საერთო საფუძველი ჰქონდა, თავისუფლებისა და ამერიკული ღირებულებების წამდათ და ამ საფუძველზე ინტეგრირდებოდნენ. აქ კი რაღაც სხვა ხდება. ეს არ ეხება იმას, რომ ვინმე სურს ინგლისი ძირითადად თეთრკანიანი იყოს. სინამდვილეში ამას არავინ განსაკუთრებულად არ აქცევს ყურადღებას. ეს ეხება იმას, რომ ბრიტანული ღირებულებების მქონე ადამიანები, რომლებიც ხშირად თეთრკანიანები არიან, რადგან ისინი ძირძველი ინგლისელები არიან, ისინი არიან ის ადამიანები, ვისი კულტურაც და ტრადიციაც თითქოს იფარება ამ ახალი მოვლენის მიერ, რომელიც მოდის და ამბობს: ნახვამდის, ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებთ თქვენი ბედი. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ, რომ აქ კოლონიზაცია მოვახდინოთ. მოდიან ამ ადგილს კოლონიზებენ და აქცევენ მას თავიანთ ადგილად. ეს სრულიად განსხვავებულია. როდესაც ქვეყანაში მოდიხარ და გჯერა ამ ქვეყნის ღირებულებების, მაშინ ის ფაქტი, რომ სხვა კულტურით მოდიხარ, ჩვენიერია. შექმენი ეს ორი რამ ერთად, გააერთიანე ისინი და მიიღებ ისეთ რამეს, როგორიცაა ამერიკული ოცნება. მაგრამ, როდესაც მოდიხარ და არ გაქვს სურვილი ინტეგრაციის ამ კულტურაში, რასაც აკეთებ, არის კოლონიზაცია. და ეს მხოლოდ დაჩქარდება თუ არაფერი გაკეთდება მის შესაჩერებლად და შესაბრუნებლად.
ცხადია, ყველაზე დიდი პრობლემა ამ ყველაფერში, ყველაზე აგრესიული ადამიანები არიან მუსლიმური წარმოშობის პირები, რომლებიც არა მხოლოდ გეტოება და აცემენ უბნებს. მათ აქვთ დაუწერელი, მაგრამ მაინც პოლიტიკა ისლამიზაციისა, უბნების ისეთ ადგილებად გადაქცევის, სადაც ისლამის მიმდევარი არ ხარ მისაღები. და სინამდვილეში, თუ ვინმე კამერით მივა და სცილობს ესაუბროს მათ, აქტიურად გააძევებენ იქიდან. დღეს ეს ბოლომდე არ მოხდა. ვფიქრობ ძალიან გამიმართლა. ვფიქრობ ყველაფერი სხვანაირადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო. ეს ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო. შენ გაუნკლავდი. შენ გძულს YouTube-ის რეკლამები. რას გულისხმობს ის, რომ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო? მალე გავიგებთ. ჩვენ ვერაბლით ის ლონდონის მეჩეთი რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი მეჩეთია, ერთ-ერთი იმ იშვიათაგანია დიდ ბრიტანეთში, სადაც ადჰანის დაძახება ნებადართულია. თრეში 5 ჯერ იმამი ავა კოშკში. ან აუცილებელი არ არის ავიდეს კოშკში. უბრალოდ მიკროფონს გამოიყენებს და კოშკში დინამიკები იქნება, რომლებითაც სალოცავად მოუწოდებს. მართლა მაინტერესებს, რადგან მივეჩვიეთ იმას, რომ ისლამისტები ხმამაღლა იძახებენ სალოცავად და ეს ყველას აწუხებს. დინამიკების გამოჩენამდე რას აკეთებდნენ? ეს ახალი რამეა. ეს იმ ახალი ტენდენციის ნაწილია, რომ მოდიან ჩვენს ქალაქში და თითქოს ცდილობენ თავიანთი დომინანტობა დაამტკიცონ. თუ ეს რამეა, რაც აქამდე არასდროს არსებობდა, ან ყოველთვის არსებობდა. ალბათ როგორවත් ახერხებდნენ დინამიკების დამზადებას. თუ ვინმეს გაქვთ იდეა, კომენტარებში დამიწერეთ. ჩვენი ქვიყავით შუა დღის ლოცვაზე და ვირებდით იმ ხალხს, ვინც მეჩეთიდან გარეთ იყო გადმოსული. მეჩეთი საკმარისად დიდი არ არის, რომ მთელი მუსლიმური საზოგადოება დაიტიოს. ამიტომ ბევრი მუსლიმი გარეთ ლოცულობდა და მე და ჩემი ოპერატორი ამას ვირებდით. და როცა ვირებდით, მანქანა მოგვიახლოვდა, ზებრაზე გაჩერდა და მანქანაში მყოფმა კაცმა თქვა: "გიცნობ. შენ ვიზეგრად 24-დან ხარ, გენოციდის გამამართლებელი ხარ, სხოველი ხარ." მე მივუახლოვდი და ვუთხარი, ძალიან მინდა დისკუსია. სიამოვნებით ვისაუბრებდით თქვენთან. მოხარული ვიქნები, გითხოთ, როგორი გამოცდილება იყო მუსლიმი ლონდონში, მულტიკულტურალიზმზე, თავარ ჰამლეტში ცხოვრებაზე. ეს კაცი აგრძელებდა ჩემს შეურაცხყოფას და როცა ის მაცკენინებდა, მე კი საკმაოდ მშვიდად ვიდექი და ვცდილობდი მასთან მშვიდობიანად საუბარს. აღმოსავლეთ ლონდონის მეჩეთიდან ხალხი ნელ-ნელა გამოდიოდა. მათ შეამჩნიეს ხმაური და დიდი ჯგუფი მუსლიმები გამოიქცა. ალჟირელებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ყველაზე ცუდი სიტყვები დაიყვირა ქენზე. უბრალოდ ვიტყვი, რომ სანამ ამას უსმენთ, ეს ძალიან საინტერესო მგონია, გამოიქცნენ. თვით ზრუნვა ეხლა უფრო ახალი გახდა, ხომ ასეა? ირონია. გონია რომ ეს ინგლისია. ნახე, ჩვენ ჯერ კიდევ ვქმით ბრენდს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და აი ეს ისინი ამას არ ყიდულობენ. ზოგი ალჟირელი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ყველაზე ცუდი შეურაცხყოფები იყვირა, მათ შორის მაშინ როცა გაიგო რომ ვიშეგრად 24 ძირითადად ანტიჰამასური მედია და რა თქმა უნდა ზოგადად პროისრაელური, ისრაელის საქმესთან თანაგზნობით განწყობილი მედია. მან დაიწყო შეურაცხყოფების კვირილი იმის შესახებ, რომ სუდა ისრაელის მთავრობის თეორების მოკლების მოკლა და ებრაელებებისთვის სათითაოდ თავების კვეთა. ჩვენ ნამდვილად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რატომ არიან ისინი ასე შეპყრობილნი ისრაელის წინააღმდეგ წასვლით? რა არის ამის მიზეზი? სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე საკმაოდ ვრცლად გვისაუბრია. ის ალჟირიდან იყო, ალჟირიდან იყო. მე გარკვეული დრო ალჟირში გავატარე. ანუ რატო უნდა აინტერესებდეს ეს ალჟირელს საერთოდ? რატო უნდა იყოს ეს ის რამ, რაც გააბრაზებს? როგორც უპებოდი ჩემს შესახებ, სანამ საუბარი აგრესიულად გადაიქცეოდა. მან ხელი ჩამომართვა და საუბარში ჩაერთო, სანამ ისრაელი არ გაიდონა და მაშინვე შეიცვალა. ნიგერიიდან ხარ. რასაპირებ თქმა? ის იქვეა. არა, ეს ბიჭი ყვირის. ეს მთელ ჯგუფს არ წარმოადგენს. რას გულისხმობ? მე არ ვეთანხმები ამას. ტომ რობინსონი, ის ანტი, ის ყველაფრის წინააღმდეგია. არ ვიცი, თუ ტომ რობინსონს დავიჭერ, ხო? იცი, თუ დაგიჭერ ტომ რობინსონ. მე დაგარხამ, ხო, მაგრამ მოიცადე. თუ ტომი რობინსონს დავიჭერ, ხო? არა, თუ ტომი რობინსონს დავიჭერ, დავარტყამ, ხო? ესაა ყველაფერი, რასაც ვამბობ. ისლამი დიდება ისლამს, პატივისცემა ყველას, პატივისცემა ყველაფერს. ისლამი სრულყოფილია, ჩვენ არა, დიდება. სულ რომ დაერთიანებული სამეფო მუსლიმური ქვეყანა იყოს. ეს მუსლიმური ქვეყანა არ არის. გაერთიანებული სამეფო მუსლიმური ქვეყანა არ არის. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ დავიფროთ. ჩვენ აქ ვართ, რომ გავავრცელოთ ჩვენი მშვენიერი რელიგია, გავავრცელოთ მშვიდობა და სიყვარული. ეს არის ძმაო, ეს არის. მართლა? ის შენ აქ ხარ მხოლოდ იმისთვის, რომ გაავრცელო მშვიდობა და სიყვარული, როცა ამბობ დიდება ტომი რობინსონს. საინტერესო გზაა მშვიდობისა და სიყვარულის გასავრცელებლად, არა? სულს რომ ყველა მუსლიმი იყოს. მინდა რომ ყველა მუსლიმი იყოს. არა, პასუხი არა, ჩვენ არ გვინდა. გვინდა რომ ეს ქრისტიანული ქვეყანა იყოს. მართლა? ხო. შენ გინდა იქნებ კამერაზე გველაპარაკო. ამას ვაფასე. რომელი ნაწილია ქვეყნის? ეს ქრისტიანული ქვეყანაა. ქვეყნის რომელი ნაწილი არის? ქრისტიანული. ეს ქრისტიანული ქვეყანაა. ქვეყნის რომელი ნაწილი არის ქრისტიანული? მეკითხებით, რატო უფიქრობ რომ ეს ქრისტიანული ქვეყანაა? რატომ არის ქრისტიანული? ქვეყანა. რატომ არის გაერთიანებული სამეფო ქრისტიანული ქვეყანა? დავითხოვთ მონარქიით, ხო ასეა? მონარქია ხომ ღმერთის მიერ არის ნაკურთხი. რა თქმა უნდა, ქრისტიანების მიხედვით.
მაშ იმ აზრით რომ ინგლისელები ქრისტიანები არიან ეს არის კითხვა რომელსაც სვამთ მე ვიტყოდი ასე ჩემი პოზიცია ასეთი მე ვაფასებ მუსლიმებს იმიტომ რომ არაფასასებ რა თქმა უნდა ვაფასებ მე მოგიძებნი არხი დამაცდი საუბას არ დაგაცდი საუბას რა არის შენი არხი ვიცე-პრეზიდენტი ალბათ შეგიძლია ფერსაცმელი მესროლო რა არის ვიცე რა პალესტინა უნდა გავათავისუფლო მაჩვენე 1 2 როდესაც დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით, სტეფან თომსონი, ვიშეგრად 24-ის დამფუძნებელი, იგებდა მეჩეთს, როცა ისინი ლოცულობდნენ. და მათ ალყა შემოარტყეს. ყველანი გამოვიდნენ პარასკევის ლოცვიდან და ასობით ადამიანი შემოერტყა მას. ყვიროდნენ შეურაცხყოფელ სიტყვებს, აკეთებდნენ ჰიტლერულ მისალმებებს და ყვიროდნენ ებრაელებს თითო-თითოდ თავს მოჭრით. რა ჯანდაბაა ეს? ჰეი, დამაყენეთ ბლად! შეგახსენებთ, რომ სტეფანი ებრაელი არ არის. მას უბრალოდ ტვინი აქვს. ამიტომაც ესმის განსხვავება დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც პალესტინას უჭერს მხარს და მათ შორის, ვისაც აზროვნება შეუძლია და ისრაელს უჭერს მხარს. წავდი შენს კაცთან რა გჭირს? შენი კაცი ვერ ხედავ ძმაო, ჯანდაბა ისრაელს. თავისუფლება პალესტინას, ჩვენ ქუდს გავანადგურებთ. ცდილობ წარმოვიდგინო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ კაცს ქონოდა ურთიერთობა, ვთქვათ, ბიბი ნეთანიაჰუს ხალხთან, იცით, მის უსაფრთხოების ხალხთან. იქნებოდა ის ასეთი. დიდება ისრაელს, დიდი ლურჯი, ან მე გავხდი და შეერთებული. მგონია, უბრალოდ ეჯვი მაქვს, რომ ასე არ იქნებოდა. მოდით ნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ყველას შეგახსენებთ, რომ არა, ეს არ არის ყატარი ან ალჟირი. ეს გაერთიანებულ სამეფოშია და მალე ამერიკაშიც იქნება. დიდება პალესტინას. პალესტინა არ იქნება თავისუფალი. კაც ერთ-ერთს თავებს მოჭლიან ბინძურო იესო. ჩვენთანაა პალესტინა. იცოდით ეს ბიჭებო. ეს ებრაელია. შეიძლება ამ ტიპის გვერდით იყოთ. საინტერესო ფაქტია. ვგულისხმობ ჰიტლერის სალამი. საოცარია, ელეგანტურია. იცით, ელეგანტურია. კაცი, რომელიც დაინახეთ როგორ ყვიროდა ებრაელების თავის მოკვეთის შესახებ და აკეთებდა ნაცისტურ სალამს, არის მოჰამედ ჰაშიდი, 18 წლის. ის მოგვიანებით დააკავეს და ბრალი წაუყენეს ეს რასობრივად მოტივირებული შეავიწროებისთვის. შემდეგ კი გირაოზე გაათავისუფლეს სასამართლომდე, რომელიც 16 ივნისს გაიმართება. მოდით ვივარაუდოთ, რა მოხდება სასამართლოზე. ალბათ სასამართლო დაახლოებით ასე იტყვის. ეს სინამდვილეში რასობრივი მოტივაცია არ ყოფილა. ეს ვისეგრად 24-ის ბრალია, რომ ისინი იქ შევიდნენ. არ ვიცი თქვენ ანახეთ, მაგრამ მე დავინახე, რომ სტეფანი ძალიან თავაზიანი, კეთილი, ზრდილობიანი, საინტერესო და საუბარში ჩართული იყო. საინტერესოა, რომ მან არაფერი თქვა ისრაელზე ან ებრაელებზე, აბსოლუტურად არაფერი. მას კითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი ქრისტიანული ქვეყანაა და მან თქვა, რომ პატივს სცემს მუსლიმებს. და ეს მოხდა. ეხლა უნდა კითხოთ, მეგობრებო, რომელია მათგან უფრო ჭკვიანი? რომელი ამ ადამიანებიდან ჩანს, რომ ნამდვილად იცის, რაზე საუბრობს? რომელი ამ ადამიანებიდან გინდოდათ, რომ ყოფილიყო თქვენ საზოგადოებაში და რომელი არა? ეხლა თუ პასუხია, რომ არ გინდათ ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ასე გამოიყურებიან, ასე ლაპარაკობენ და ასე იქცევიან, მაშინ კარგი. თუ გულისხმობთ იმ ხუჭუჭა ნაცისტური სალმის მიმცემს, მაშინ შესანიშნავია, თქვენ უნდა იბრძოლოთ ამერიკისთვის. და თუ გულისხმობთ იმ ქერას, კარგად მეტყოლ ბრიტანელ კაცს, მაშინ უნდა დარჩეთ ამერიკაში, რადგან ასეთი ადამიანები ძალიან მალე გაქრებიან დედამიწის პირიდან, თუ არ ვიბრძოლებთ ისლამისტების წინააღმდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.